ისრაელის პარლამენტის მიერ დამტკიცებული სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი კრიტიკის სამიზნედ იქცა. უფლებადამცველების დიდი ნაწილი ქნესეთში ხმათა უმრავლესობით მიღებულ რეგულაციას სამართლებრივი საფუძვლის არ მქონეს უწოდებს და საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად ისრაელის უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართავს. მათი განმარტებით, გარდა კანონის ბარბაროსული შინაარსობრივი ნაწილისა, ის გარკვეულწილად მიანიშნებს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე თელ-ავივის მოსაუდნელ სამხედრო მიზნებზე. ამ კანონის წინააღმდეგ პირველ რიგში იმიტომ გამოვდივართ, რომ ჩვენი შეფასებით სიკვდილით დასჯა არის არაკონსტიტუციური ზომა და ყოველთვის იქნება სიცოცხლის უფლების არაპროპორციული დარღვევა. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ყოველთვის იარსებებს საფრთხე უკვე ეფექტთან დაკავშირებით, რადგან მსოფლიოს არც ერთი სამართლებრივი სისტემა არ არის დაზღვეული შეცდომებისგან. ეს კანონი განსაკუთრებით სასტიკი და ბარბაროსულია, ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამართლიანი მართლმსაჯულების უფლებას, რადგან დასავლეთ სანაპიროს სამხედრო სასამართლოს წინაშე წარმდგარ პირებს კონკრეტულ ბერკეტებს აცლის. მნიშვნელოვნად მარტივდება სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანა და ეს პროცესი სრულიად განსხვავდება ამერიკის ზოგიერთ შტატში არსებული წესებისგან, სადაც დღემდე გამოიყენება სასჯელის უმკაცრესი ზომა. კანონი დაბალი საფეხურის მოსამართლეებს ანიჭებს უფლებას გამოიტანონ ეს განაჩენი, რომლითაც არ განიხილება შეწყალება, რომელიც არ ითვალისწინებს ბრალდების მხარის პოზიციას. კანონით ისრაელის სასამართლოებისთვის გათვალისწინებულია ნორმა, რომლის მიხედვითაც სიკვდილით დასჯა კერძოდ კი ჩამოხრჩობა უნდა ახსრულდეს განაჩენის გამოტანიდან 90 დღის განმავლობაში, რაც რა თქმა უნდა უკიდურესად სასტიკი პრაქტიკაა, რომელიც შესაძლოა გაუტოლდეს წამებას. ქნესეთის მიერ უშუალოდ დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებული კანონის მიღების პრაქტიკა საკმაოდ უჩვეულოა და ის არ გამოიყენებოდა 1967 წლის შემდეგ. ყველა უფლებამოსილება, რომელიც უკავშირდება სამხედრო კანონმდებლობას, სწორედაც რომ მხოლოდ სამხედრო მეთაურობის მანდატია. ამის გამო თავად შეიარაღებული ძალების მეთაურები მოდიოდნენ ქნესეთში კანონპროექტის განხილვისას და აცხადებდნენ, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთ სანაპიროსთან, შესაძლოა ფაქტობრივად გაუტოლდეს ისრაელის მიერ ამ ტერიტორიის ანექსიას. ტერორიზმში მსჯავრდებული პალესტინელების სიკვდილით დასჯის კანონი მკაცრად დაგმო ბრიუსელმა. ევროკომისია ისრაელს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გააუქმოს არაჰუმანური და დემოკრატიული წყობისთვის უკიდურესად შეუსაბამო ნორმა და დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლით ნაკისრე ვალდებულებების შესრულებას. სიკვდილით დასჯის შემოღება კანონის დისკრიმინაციულ ხასიათთან ერთად წარმოადგენს აშკარა უკან გადადგმულ ნაბიჯს. ვაცხადებ, რომ კანონის მიღების შემდეგ ისრაელში მისი რამდენიმე საწინააღმდეგო განცხადება ვიხილეთ. ასევე ის, რომ დოკუმენტი უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული. ისრაელის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ნაკისრი ვალდებულებების თვალსაზრისით ეს აშკარა უარყოფითი ტენდენციაა. ჩვენი როგორც ევროკავშირის პოზიცია ნათელია. ისრაელს მოვუწოდებთ დარჩეს მანამდე არსებულ პრინციპულ პოზიციაზე. დაიცვას საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები და სიმტკიცე დემოკრატიული პრინციპებისადმი. მკაცრი მოწოდებების მიუხედავად, როგორც ჩანს, ისრაელი არ გეგმავს სისხლში მოყვანილი მრავალწლიანი საკანონმდებლო ინიციატივის გაუქმებას, მიუხედავად მისივლივ არსებული დავისა. მით უმეტეს, რომ კანონს ქვეყნის ხელისუფლების სრული მხარდაჭერა აქვს. ხმის მისაცემად ქნესეთში პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც მივიდა. ამას ემატება კანონის ინიციატორის ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს მინისტრის იუტამარ ბენ-გვირის განცხადებაც, სადაც მან ღია თქვა, რომ თელ-ავივს არ ეშინია ბრიუსელის წარმომადგენლების განცხადებებისა და ზეწოლის, ასევე ის, რომ ისრაელი იტოვებს უფლებას დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, ხოლო თუ ტერორისტები მათზე თავდასხმას დააპირებენ, უნდა იცოდნენ, მათი გზა სახრჩობლაზე დასრულდება. კანონის დამტკიცებას ის ქნესეთში შამპანიურის გახსნითა და ზეიმით შეხვდა.